მოგესალმებით, მე ვარ მამუკა ტოროშელიძე, 35 წლის, პროფესიით ეკოლოგი. დავიწყოთ ჯარით, სამხედრო სამსახურით. 2013 წელს წავედი საკონტრაქტო სამსახურში, საიდანაც მივიღე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, ავღანეთის ISAF-ის სამშვიდობო მისია, ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ეს იყო ჰელმანდის პროვინცია, ბაზა ყანდაღარი, ბაზა ლეზერნიკი ყანდაღარის რეგიონში. რატო გადავწყვიტე პირველ რიგში, იმიტომ გადავწყვიტე რომ მთელი ჩემი ოჯახი არაერთ ომშია ნამყოფი, ესე ვიტყვი, ბაბუა ჩემიდან მოყოლებული, მამა ჩემი აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს ასევე 2008 წლის ომი. მე მაშინ 17 წლის ვიყავი და 13 აგვისტოს შემისულდა 18 წელი, მას შემდგომ, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა სამხედრო სამსახური. მიუხედავად ჩემი დაინტერესებისა, რაც იყო, ვერ გამიმართლა ის იმედები, შესაბამისად ძალიან მალევე დავტოვე, იმიტომ რომ ჯარი არ უნდა იყოს ადამიანების რობოტებად ქცევა და არ უნდა იყოს ის პრობლემები, რომლებიც დღეს იქ არის. თუმცა უდიდესი გამოცდილება მივიღე და ძალიან სასიამოვნო იყო ის პერიოდი ჩემთვის. დღესაც მაქვს კონტაქტი იმ მეგობრებთან, იმ თანამებრძოლებთან, ვისთან ერთადაც თუნდაც ფსახში მსახურობდი. ვერავინ ვერ ამბობს, რომ დადებითია მდგომარეობა დღეს იქ. 2017 წელს, როდესაც დავამთავრე, რთული იყო ინტეგრირება საზოგადოებაში, იმიტომ რომ მოწყვეტილი ხარ გარესამყაროს, არ არის მარტივი ჯარისკაცის სამოქალაქო წყობაზე გადაწყობა. მაგრამ როგორც კი დავამთავრე, მალევე უკვე ემიგრაციაში წავედი, შესაბამისად აღვიდგინე ძალიან მალე ის გამოტოვებული პერიოდი და უფრო მეტად შეიძლება გავასწარეთ კიდეც, იმიტომ რომ ესპანეთი, ბარსელონა ბევრად წინ არის საქართველოსთან შედარებით ნებისმიერი განვითარების მხრივ, ეკონომიკით დაწყებული, სოფლის მეურნეობით დამთავრებული, ამიტომაც ძალიან მარტივად დავინახე თუ რა არის დაკარგული, რა არის გამოსასწორებელი და რა არის შესაქმნელი ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც გადავწყვიტე დაბრუნება საქართველოში და ჩართულიყავი თუნდაც აი იმ პროცესებში, რაც დაიწყო წინა წელს რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. სანამ დაბრუნდებოდი, იქამდე ერთობის ჯაჭვის ხელმძღვანელობით გაკეთდა რამოდენიმე აქცია. სხვადასხვა ქალაქებში, ესპანეთის, ბარსელონაში, ჟირონაში, უესკაში, მათ შორის მადრიდშიც. მადრიდი ყველაზე ცუდი მოსაგონებელია, იმიტომ რომ არ მოხვედით, რო იცოდეთ. რის შემდგომაც ძალიან მკაცრი ვიდეო ჩავწერე, მაგრამ გამიზნული იყო კონკრეტული იმ ადამიანების მიმართ, ვინაც თუნდაც აი გზაზე რო გადავდიოდით და როცა დაინახეთ რა 25 ადამიანი დაახლოებით დროშიანი და მხოლოდ გამარჯვებით შემოიფარგლებით ემიგრაციაში ქართველის ნახვაზე, ცოტა მკაცრი პასუხიც უნდა მიიღოთ მაგ შემთხვევაში. როგორც კი საქართველოში დავბრუნდი, უკვე რამდენიმე თვეში აქტიური მოქმედებებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ ადამიანს შევხვდი, დაწყებული ეროვნული მოძრაობის ხალხით, რამდენიმე კავშირი არსებობს, რამდენიმე საბჭო არსებობს, სხვადასხვა მიმართულებაზე არის ეს ხალხიც გაფანტული, უფრო მეტად იყვნენ, დღესდღეობით ცოტა მეტნაკლებად ერთიანდებიან და მისასალმებელი არის, ამაში ახალგაზრდებმაც გარკვეული როლი შევიტანეთ, მათ შორის გიორგი კუხალეშვილი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, დღეს იძულებით ემიგრაციაში და მადლობა თითოეულ ამ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო. ეს ადამიანები უფრო მეტად დაფანტულები იყვნენ და ერთმანეთში ვერ არკვევდნენ მტყუან მართალს თუ რა მოხდა 91-12-13 წლებში. ვერ ჩავთვალე საჭიროდ მათთან თანამშრომლობა აი ესე ამ მხრივ, პოლიტიკური მხრივ. თუმცა მეგობრობ ყველასთან, პატივს ვცემ და შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა. რამდენიმე პარტია იყო მოსული, რამდენიმესთან მეც მივედი, რამდენიმე მთხოვა ახალ პარტიასთან ერთად დაფუძნებაში მიმეღო მონაწილეობა, იყო პარტია ჩვენ მაგალითად, რომელიც კაცარავა იქნებოდა გენერალური დირექტორი, ქონდა მოლაპარაკებები, შეხვედრები, რაღაც მსგავსი, თუმცა ვერ დავინახე განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ადამიანები არიან იმ პარტიაშიც, რამოდენიმეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგალითად ლაშა ქვლივიძე, უკარგესი ბიჭი არის და სიამოვნებით იქნებოდა ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში სამომავლოდ, როგორც ახალგაზრდა წარმომადგენელი. ამიტომაც შეხვედრები არ გამოვიდა, ანუ არ იყო შედეგის მომცემი და წამოვედით. რაც შეეხება შემდგომ განვითარებას, იყო კიდევ სხვადასხვა პარტიების მცდელობა, მაგრამ ჩვენ თავს ვერ ვხედავდით ვერც ერთ იმ პარტიაში, რომელმაც საქართველოს ამ დღეში ჩააგდო. ანუ დღემდე არსებული პარტიები, ის ლიდერშიპი პარტიები, ასე ვიტყვი, ვისაც მეტი ფული აქვს,
იმ პარტიებთან ჩვენ თავს ვერანაირად ვერ ხედავდით. გამოჩნდა ესეთი პარტია ქართველთა ერთობა, სადაც პირველად მე და გიორგი კუხალეიშვილმა გავაფორმეთ მემორანდუმი, რომ არ გავერთიანდებოდით არც ერთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც უკვე ვახსენე და ამ ქართველთა ერთობასთან მოხდა ჩვენი თანამშრომლობა. ეს არის ბატონი მერაბ ჩუხუა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, ერთადერთი კავკასიოლოგი მსოფლიოში და საუბრობს ყველა კავკასიურ ენაზე. მართა დამაინტერესა, ჯერ ერთი პოლიტიკაში რო შედიხარ ახალგაზრდა ადამიანი, მე ვფიქრობ, უნდა მიხვიდე იქ, სადაც ბევრ კარგ რამეს ისწავლი. ამიტომაც კარგი რაღაცებიც შევისწავლეთ. თუმცა დღევანდელი მოცემულობით ჩვენ ვხედავთ, რომ ესეც არ არის საკმარისი. რასაც თავიდანვე ვიძახდით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებს შეუძლია და ახალგაზრდულ მუხტს შეუძლია გადაწყვიტოს ყველაფერი, დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ არც ერთი პოლიტიკური გარემო არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას და მოსახლეობას ჭირდება განსხვავება ინოვაციური მოდელებით, ინოვატორი ადამიანებით, ახალგაზრდული ენერგიით, საქმის ბოლომდე მიყვანით და პატრიოტები, რა თქმა უნდა, და არა ეს ბუტაფორია, რომელიცაც ვხედავთ ჩვენ სატელევიზიო შოუმენობით. რამდენიმე კვირით ადრე არჩევნებამდე ჩავიფიქრეთ, რომ ჩამოვიდეთ ენგურიდან თბილისამდე მარშით. პირველ რიგში, იმიტომ რომ არც ერთი ტელევიზია ჩვენ არ გვაშუქებდა. ჩვენ როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია, ორივე მხარე, ალბათ რა ვიცი, ბაბაიაგად გვთვლიდა და ჩვენ მათ ვეუბნებოდით, როგორც პოზიცია ხართ დამნაშავე, ისევე ოპოზიცია ხართ დამნაშავე და მედია საშუალებების დამნაშავეები იყვნენ, იმიტომ რომ მათ დაბლოკეს ყველა სხვა წარმომადგენელი, არ ქონდა მნიშვნელობა ვინ იყვნენ ისინი და რას წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ველზე. ამიტომაც დავიწყეთ ენგურის ხიდიდან, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, მაშინ საზოგადოებრივ მოუწყებელმა გააშუქა დაწყება, შემდგომ ვიდეოები გადაიღეს, მაგრამ არ გაუშუქებიათ. კავკასიას ჭირდება საქართველოს ერთიანობა, საქართველოს მთლიანობა, ძლიერი საქართველო, ეკონომიკურად მდგრადი, თავდაცვის უნარიანი და მას შემდეგ მოხდება ის ყველაფერი, რაც იყო დასახული ზვიად გამსახურდიასა და ბატონ მერაბ კოსტავათი. ამის გაგრძელება არის აუცილებელი და სადღაცას 12 დღის განმავლობაში გამოვიარეთ, ქალაქი არ გამოგვიტოვებია, რომ მიტყვიან გზად. ყველგან შევდიოდით, მოსახლეობასთან საუბრით, ძალიან მოხარული ერთი ადამიანიც კი არ მახსოვს, ვინც თუნდაც აუგად შეიძლება და მოეხსენიებინა, არა, მათ შორის ქართული ოცნების ოფისთან, ქუთაისის ცენტრალურ ოფისთან ფლაიერები დაურიგეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ხმა არ ამოუღია არც ერთს, ასევე ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენლები პირიქით ახლების წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ ხობში და გაგვიმასპინძლდნენ კიდეც. ეს უნდა იყოს მიდგომა, ეს არის ის, რაც მე მომწონს პირველ რიგში, იმიტომ რომ ნახეთ, პარტიული ნიშნით მტრობა არ უნდა იყოს საერთოდ საქართველოში. პირიქით უნდა იყოს თანამშრომლობა, მაგრამ დღევანდელ სივრცეში ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობის ერთმანეთში ქიშპობას, იმიტომ რომ სხვა არავინ არ გამოჩნდეს. ამიტომაც ზუსტად მაგას ვსაუბრობდი გზაშიც, ნებისმიერ მოსახლესთან უნდა დასრულდეს ნაცი, ქოცის ერთმანეთზე ძახილი, იმიტომ რომ ჩვენ მეტნი არა ვართ და ამაზე უნდა გქონდეს აქცენტი და არა იმაზე, რომ ნაცი იმპერია ან ქოცი იმპერია, შეცდომები ერთსაც აქვს, მეორესაც აქვს, იქ 9 წლიანი შეცდომები იყო, აქ 12 13 წლიანია უკვე. შესაბამისად, რაც იმათმა ვერ დაგვიშავეს, ამათმა დაგვიშავეს. ერთმანეთს უნდა გაუგოთ იმაში, რომ ვიღაცა ნაციონალურ მოძრაობამ გაამწარა, ვიღაცა ქართულმა ოცნებამ გაამწარა. და ეს ადამიანები საერთო ჯამში უნდა მოვიყვანოთ ერთ აზრზე და ერთ სივრცეში, რომ როგორც ისინი იყვნენ დამნაშავეები, ესენიც არიან დამნაშავეები, მაგრამ ჩვენ ეხლა რა ვქნათ, მაგის გამო ერთმანეთს ისო გაუგზელოთ მტრობა, ამასობაში ჩვენ გავნადგურდებით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობა იყო ძალიან კეთილად განწყობილი, თუნდაც ქუთაისის აეროპორტთან როგორც ჯერ აეროპორტში გამოვიარეთ, რა თქმა უნდა იქ შევედით და არც ერთ ქართველს არ უსურვებდით ემიგრანტობას და რომ მიდიოდნენ ცრემლიანი თვალებით რომ მიდიოდა ხალხი, ძალიან და მით უმეტეს ჩვენი ხმარო ესმოდათ, ალბათ რაღაც გულის სიღრმეში მაინც მომავლის შეგრძნება უფრო მეტად კარგი ექნებოდათ. და მე ვფიქრობ რაღაცა კარგი მაინც გავაკეთეთ იმ მომენტში იმ ადამიანებისთვის, რომ იმედი მიეცემოდათ უკან დაბრუნების. ამის შემდგომ გამოვიარეთ დევნილების დასახლებაში ქუთაისსა და კოპიტნას შორის. გვიან მოგვიწია შესვლა სხვათა შორის თან წვიმდა და დინამიკით, მანქანით, ხმამაღალი საუბრით მიკროფონში და ასე შემდეგ. ეგრევე გამოვიდა მოსახლეობა გარეთ, ძალიან ვიწრო დასახლება არის, რამოდენიმე კორპუსი ახლოს ერთმანეთთან და
ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, რა ხდება, რა გინდათ, ანუ აქ რა მოგიყვანა შემაძლიანოს ვარიანტი იყო რაღაცა და კომუნიკაციაც იყო, იქ ადამიანები არაყს ხდიდნენ ეზოში და ის ხალხი ხო გვეპატიჟებოდა და ეს ყველაფერი იყო უცნაური მათთვის, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცა არავის არ გაუკეთებია დღეს პოლიტიკაში და ვამბობ ყოველთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ უშუალოდ მოსახლეობასთან კონტაქტის მქონე ადამიანები, ვისაც ძალიან ჩვეულებრივი ვართ. ჩვენ შეგვიძლია პიჯაკით სიტყვაზე ეს მაგალითად მოიყვან დაბარვისას მივეხმაროთ მოსახლეობას, შეგვიძლია ჩოხამაცვია და წავიდე და თქვათ რაღაცა ვალსივეც ეკო, არა აქვს მნიშვნელობა, ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ უშუალო მონაწილეები პროცესის, რომელიც მოსახლეობას ჭირდება დღეს გულწრფელები და საქმის მკეთებელი ხალხი. მე შემიძლია ვთქვა, რომ რო გქონოდა ჩვენ ფინანსური რესურსი ისეთი როგორც სხვა ან მინიმალურ დონეზე რო გქონოდა, შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს ყველაფერი იქნებოდა უნიკალური მსვლელობა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა არც ერთ რეგიონში, არც ერთ რაიონში არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ ვიღაცას მასპინძლობა არ გაეწია გზაში. ანუ სამტრედიაში, ხობში, ქუთაისში, ზესტაფონში, აი ყველგან აბსოლუტურად, მაგრამ ერთი მთავარი ნიუანსი რაც არ უნდა გამოგჩეს, ეს არის აბსოლუტურად 450 კილომეტრის მანძილზე აუკრიფე გზადაგზა ასეულობით ნემსი. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გადაგდებული ნემსი. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის და პირველი ამაზე უნდა ვიყოთ აქცენტირებული, როდესაც ქვეყანაში 270,000-ზე მეტი მეტადონის პროგრამაში აქტიური მონაწილე გვყავს. ეს რაც ოფიციალურად არის დადასტურებული და რაც არაოფიციალურია, თქვენ კარგად მოგეხსენებათ რა იქნება და კატასტროფის წინაშე ვდგავართ. რაც შეეხება სხვა რეგიონებს და სხვა აქტივობას, აი მაგალითად კახეთში ყვარლის რაიონის სოფელ გავალში ვიყავით და იქ ნახეთ ჩვენ კატასტროფული მდგომარეობა. ადამიანები, ფერმერები როგორ ტოვებენ საზამთროს, აი არ ვიცი, სასწაული საზამთრო იყო გემოთით და ყველაფერს ანუ გავსინჯეთ, გვაინტერესებდა როგორია, ანუ რომ აი ეს როგორ უნდა დატოვოს ადამიანმა, მაგრამ იმდენად მიზერული თანხა იყო მასში გადასახდელი შეთავაზებული, რომ არც კი უღირდა, იმიტომ რომ აქეთ ყურძენი უფუჭდებოდათ. აქეთ საზამთროს აღებას აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ფასი ძალიან ნაკლები იყო და მუშა რო დაექირავებია, მუშის ფასაც ვერ იღებდა და აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. დღეს იმ ოჯახიდან უკვე ხალხი ემიგრაციაშია წასული. თქვენ წარმოიდგინეთ მიზეზი, როდესაც ჰექტრობით ყურძენი გაქვს, ადამიანს ვაზი გაშენებული, პლუს საზამთროს ბაღები გაქვს, ისიც ჰექტრობით და ემიგრაციაში მიდიხარ. ეს ხო კატასტროფა არის. მამუკა ტოროშელიძე მოხალისე რომელიც გურიდან ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. ოზურგეთში მყოფები ჩვენ ჯგუფი მაქსიმალურად ვცდილობთ მიუდგომელ ადგილებში მივიდეთ და გადავამატოთ მდგომარეობა პლუს ავიტანოთ საკვების საშუალება, მედიკამენტები და თუ რაიმე დახმარება სჭირდებათ გავუწიოთ შესაბამისი პირველი დახმარება. როდესაც გურიაში უკვე ფაქტი დადგა, რომ ადამიანი გარდაიცვალა და შევხედეთ, რომ ჩვენი დახმარება საჭირო იყო იმისთვის, მინიმუმ იმისთვის, რომ მთავრობა გამოფხიზლებული იყო და არ დაფიქსირებული იყო მსგავსი ტრაგედია, როგორც შოუში, არც დავფიქრებული ვართ ჩვენ და რამდენიმე ადამიანმა ღამითვე მობილიზდით, გამოვაცხადეთ ანუ Facebook Live-ში, რომ მივდივართ გურიაში, დაიპოსტა დაიტოვეთ ჯგუფში, სადაც გამოთქვეს კიდე ადამიანებმა სურვილი, ასევე მომენტალურად შეიქმნა ჯგუფი გურიის მოხალისეები, სადაც აქტიურად ჩაერთო ყველა ადამიანი და ისე მოხდა, რომ რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფი გავემართეთ გურიისკენ. ზოგი ადრე ჩავიდა, ზოგი გვიან ჩავიდა, თუმცა მოხდა ესეთი რამ, რომ დაახლოებით 30 კაციანი ისეთი კარგი გუნდი შევიკარით ჩვენ მხარეს გულისხმობ, ჩვენი სადაც ვიყავით და ჩვენ როგორც ვიღებდით მონაწილეობას, დამოუკიდებელი ჯგუფი, ასევე სხვა ჯგუფთან კომუნიკაციაც ჰქონდა, მაგრამ ეს ჩვენ ცალკე ვიყავით. დაფიონი, მოძრაობა ერთობის ჯაჭვი, ასევე ჩემი ქალაქი მკლავს, გეცოდინებათ ეს ჯგუფი და კიდევ სხვადასხვა ადამიანები, ცალკეული პიროვნებები, ვინც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას, ერთობლივად დაახლოებით 120 ოჯახს დავეხმარეთ მხოლოდ ჩვენ. მდგომარეობა აქ და აი ეხლა ნახეთ მთავარი. ეს არის მანქანა აქ. ისეთ ადგილებში მივიდით, სადაც მართლა შეუძლებელი იყო მისვლა, იქ ნახეთ ჩვენ ნეკნებ ჩამტრეული ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა სიმაღლიდან, როდესაც სახლს თოვს აცლიდა
მას ჭირდებოდა გადაუდებელი დახმარება და რა თქმა უნდა ჩვენით გაიგო მისმა ნათესავებმაც რომ იქ თურმე პრობლემები იყო, იმიტომ რომ ტელეფონები არ იჭერდა, არ იყო არანაირი კავშირი მათთან და მეორე თუ მესამე დღეს ეს ადამიანი იქნა გადმოყვანილი საავადმყოფოში და სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. ჩვენ ჯგუფში იყო მედიკი, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა ადამიანებს, ასევე სხვადასხვა წარმომადგენლები, ვინც კონკრეტულად იცოდა კონკრეტული მიმართულებები. მოძრაობა ერთობის ჯაჭვი. არსებობს ასეთი მოძრაობა, რომელიც ჩვენთან ერთად მხარდაჭერად ჩამოვიდა. მივესალმოთ მამუკა ტოროშელი. მივესალმები ჭიათურას, მივესალმები აქ ჩამოსულ სტუმრებს და უპირველესად რა მინდა გითხრათ. ეს არ არის მხოლოდ ჭიათურის პრობლემა. როდესაც მაღაროელების და ჭიათურელების გაფიცვა დაიწყო, რა თქმა უნდა ჩვენ იქ ჩავედით, ჩვენი მოძრაობა, ჩვენი გუნდი, იქაც გავეცანით ადგილზე მდგომარეობას, შევისწავლეთ იქ არსებული სიტუაცია და ვნახეთ ძალიან კრიტიკული მდგომარეობა. ჰუმანიტარული მხრივ ადამიანებს საკვების საშუალებები აღარ აქვთ უკვე და 3500-ზე მეტი ადამიანი და მათ ირგვლივ ოჯახები კიდევ დარჩენილი არის შემოსავლის წყაროს გარეშე. ეს არ არის მარტივი საქმე, ჭიათურელი მოსახლეობა დამოკიდებულია ამ პროცესზე. შესაბამისად, მაქსიმალური ხელშეწყობა ჭირდება ამ ხალხს, იქ არის გარკვეული სახის კიდევ სხვა პრობლემები, სადაც ადამიანებმა დაიყვნენ თუნდაც იმიტომ, რომ ისინი თურმე არალეგიტიმურს არ ეძახიან და ვიღაცა არალეგიტიმურს ეძახის ამ ხელისუფლებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ესე ვიტყვი, რომ ეს ადამიანები კიდევ ერთ იმედგაცრუებას ნახავენ სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ სახელმწიფოს თუ არ აინტერესებს ერთი კონკრეტული მხარე, არ აინტერესებს არც მეორე. ისინი ფიქრობენ, ვინც მათთან წინააღმდეგობაში სწავლენ, ისინი არიან ქვეყნის მტრები და მათი მტრები. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება მის მოსახლეობას მტრად მიიჩნევს, მათ შორის ვერაზროს ვერ იქნება თანხვედრა. ამიტომაც ეს ხელისუფლება უდიერად ეპყრობა ნებისმიერ მხარეს, რომელიც მათ არ ეთანხმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ ჭირდებათ დახმარება, გვერდში დგომა, ჩვენი მოძრაობა ერთხელ იყო უკვე, კიდევ ჩავა, აქ რაც დახმარება შეგვეძლო, გაუწიეთ დახმარება, ხოლო ეხლა ვამზადებთ მათთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი ჯგუფი ვიქნებით, ვინც ამ ყველაფერს ერთად გავაკეთებთ და მოსახლეობას გვერდში დაუდგებით. ასევე ვანისულორის ამბავით არ გამოგჩეს, იქ შენდება ჰესი, რომელიც მოსახლეობას არ სურს ნამდვილად და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ხალხის გვერდშიც ვდგავართ, იქაც ჩავართ და ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც საქართველოს მოსახლეობა რაღაცით წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლებასთან, ყველგან ვიქნებით ჩვენ, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებასთან, ამ შემთხვევაში უსამართლობასთან ამას გულისხმობ. ამიტომაც, სადაც იქნება უსამართლობა, სამართლიანი ხალხი, სამართლიან ადამიანებს დაუდგება გვერდში. დღევანდელ პოლიტიკურ ველს პირველ რიგში აკლია სიახლე. სიახლე რა არის? ეს პრობლემა არის მედია საშუალებებისთვისაც. მედია საშუალებები არ აძლევდნენ ადამიანებს გამოჩენის საშუალებას. თუნდაც აქციები, როდესაც დაიწყო ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, მეორე დღიდანვე უკვე ჩვენი გუნდი ვაპროტესტებდით არჩევნებს. როდესაც დაიშალა ხალხი, ჩვენ არ სადაც წავსულოთ, დავრჩით რუსთაველზე, გავშალეთ, კარვის გაშლის საშუალება არ მოგცა პოლიციის თანამშრომლებმა, მაგრამ რადგან კარავი ვერ გავშალეთ, ავდექით და უბრალოდ დავრჩით რუსთაველზე. დღიან ღამენა 24-7-ზე ვიყავით იქ და სამწუხაროდ ტელევიზიები ჩვენ მხარეს არც კი იღებდნენ, იმიტომ რომ რა ვიცი, ალბათ აქეთა მხარე ვინ ეგონათ ვერ წარმოვიდგენ, მაგრამ ეს ტენდენცია არსებობდა. ფიქრობ, რომ დღეს რაღაცაების შეცვლილი არის, მაგრამ ის რომ ტელევიზიები ბიზნესად არის ქცეული და ვიღაცებმა ფული უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ ეთერში იჯდნენ, ესეც ვიცით. გარკვეულ ტელევიზიებს ეხება ეს ყველაფერი. ამიტომაც ახლა პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ ჩვენ კომუნიკაცია ერთმანეთთან, ახალგაზრდებმა ერთმანეთში უნდა ვიპოვოთ ძალა და გაერთიანების, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა ის პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელიც აქამდე აქტიური იყო და ესე იგი დაფინანსებას იღებდნენ სხვადასხვა ფრი ბიზნესებით, ისინი ერთმანეთთან ვერც სხდებიან, ვერც საუბრობენ, ეს პოლიტიკასთან მიმართებაში გულისხმობთ, რომ ისე ქართული ოცნება და სხვა წარმომადგენლები ერთად შეიძლება შეიფოვდნენ გურამიშვილის მარანში. ასევე ჩვენ ვიცით შალვა რამიშვილი როგორ შევიდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში და როგორ გამოვიდა იქედან და კიდე მთელი გვარამია კალაძესთან ერთად პადელს რო თამაშობს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უკვე ზღაპარია, ეს ყველამ ვიცით, ეს პოლიტიკური რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს, უნდა გაქრეს
დღის წესრიგს, რომელიცაც ქართული ოცნება ქმნის, ქართული საზოგადოებისთვის უნდა განადგურდეს და უნდა შექმნათ ახალი დღის წესრიგი ისევ და ისევ ჩვენ, ვინც მოსახლეობას დაანახებს გულწრფელობას, დაანახებს მასზე მზრუნველობას და თავშესაფარს მისცემს საკუთარ თავს აპოვნინებს იმ ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელსაც შექმნის დღეს ახალგაზრდული ძალა. და ნახოთ, ეს ძალა, მე ვფიქრობ, ძალიან ძლიერი ძალა იქნება, ვინც გარდამტეხ როლს შეასრულებს ქართულ პოლიტიკაში. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამას ბევრი შემოუერთდებით და ეს არ არის ერთ პიროვნებაზე ან ორზე და 5 კაციან პარტიაზე საუბარი, ეს არის ძლაურ მოძრაობაზე, სადაც შენი ხმაც იგივე მნიშვნელობის იქნება, ის როგორც ჩემი და როგორც სხვისი. ამიტომაც თანასწორობაზე თუ საუბრობ და რეფერენდუმზე თუ საუბრობ, საწყისშივე უნდა იყოს ეს ყველაფერი ჩადებული იმ წესდებაში, იმ კანონზომიერებით, რომელიც ჭირდება ქვეყანას.